მოგესალმებით, მე ვარ მაროტი და ამ თქმის ვიდეოში გასწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ანიმაციურ სურათი. ამასაც საჭიროა Photoshop-ი, ეს ყველა მისის, თუმცა ვინც არ იცის იმუნაციის დავდე მნიშვნელოვანი ეს ვიდეო ამ საიტზე. მოდით ჯერ გავხსნათ Photoshop-ი, შემდეგ მივხვდეთ ნოვი და აქ მივდავაწვეთ დას. ან და ოკეი. პირველ რიგში აქ შევცვალოთ სტილი და დავაყენოთ რაიმეს კარგი ფერი. მაგალითად მე მაქვს ძალიან ცოტა სტილი და დავაყენებ აი ამ სტილს ვითარს. და აი აქ მივუთითოთ საიტი და რამ. მოდი ახლა მე დიდი ასეულით დავწერე. და აი აქ დავწეროთ develop.png. ქვევით მაროტს პროგრამაზე გამოვიდე და მოხდე სურათზე და აქ მეთქვა ბაი. მოდი ახლა ამ ყველ წარწერებს შევცვალოთ ფონი. აი ასე და პარამეტრები. არ უნდა აი ასე და აი აქ პირდაპირ აი ფონი დავაროთ. აი რაც ეს. თუ იმისათვის რომ გავაკეთოთ ანიმაცია, აი აქ ნოვოს წერია, მას ვაწევთ და ვაწევთ ანიმაციას. მე ახლა პროგრამკეთებული მქონდა გახდა. დავაწევით. შემდეგ აი ამას ვინახავთ აი ამით, აი ამ ფურცლის გადაცვას გავს. დავაწევით და შევდივართ ისევ სტოლში. შემდეგ აი აქ ვუცლით ყველაფერს და ანუ გაქრობით არა, მაგრამ აი ასე. ვაწვევით აი ასე და მივცეთ კიდე რაიმე ფორმა, სტილი. გასავად უნდა შეგვენახა აი ეს და შემდეგ უნდა მიგვეცა სტილი. აი ასე. მოდი ახლა ვნახოთ ჯერ რა გამოვიდა, აი როგორც ხედავთ სწრაფად ციმციმებს, ამისთვის ეს რომ სწრაფად არ ციმციმებს, ვაწევით აი ამას ორ წამში რო გააკეთოთ ყველაფერი. და აი როგორც ხედავთ ანიმაციებს რათი გაკეთდა. ეხლა კი როგორ შევინახოთ ის. ვაწევით ფაილს, სახრანით და სახრანით გაქვს ანუ save და save-ას ვეშვებით და ვაწევით სახრანით Web Illustrator. აი მოდით ჩავრთოთ ჯერ აი ეს. აი აქ მითითებთ GIF 128 და დანარჩენი კი ისევ დავტოვოთ როგორც ის არის. აქ შეგვიძლია შევცვალოთ ზომები და დავაწვეთ save. Save-ს დავაწვევით, აქ მივუთითოთ, რამეს არ ვუთითებთ პირდაპირ სახრანით. და მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ რა გამოგვივიდა, დავაწვეთ და აი როგორც ხედავთ, აი ეს სურათი ციმციმებს ისე როგორც გავაკეთეთ. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულებულია, თუ რამე ვერ გაიგეთ ან პრობლემები იქნება, დაწერეთ საიტზე კომენტარების სახით.